როდის შეგიწყვიტეს სოციალური დახმარება? 15-ში 6 საათზე, საღამოს 6 საათზე. 15 მაისს, ხო? 15 მაისს 6 საათზე. და მიზეზი რა გახდა, თქვენ როგორ ფიქრობთ? მე იმას ფიქრობ, რომ ეგახდა, რომ იმაზე ვიყავი. რა ქვია, ქართული ოცნების ლიდერებთან შეხვედრაზე. იმავე დღეს 15 მაისს? კი, იმავე დღეს ამოვედი იქიდან 5 საათი იყო და 6 საათზე მოვიდე შემოწმებაზე. საღამოთი 6 საათზე. რა გითხრეს? შეამოწმეს ყველაფერი რა, აი მითხრეს და ჩავედი მე დახმარება უნდა ამეყო და აღარ იყო დახმარება მოხსნილი იყო. იმის შემდეგ კიდე სხვა პრობლემებით შეგექმნათ, როგორც მე ვიცი. კი. რამდენი დღეა დადიხართ პოლიციაში დაკითხვაზე? მესამე დღეა. და რას გედავებათ პოლიცია, რა უნდათ? რატო იყიდე შეშაო? როდის იყიდეთ ვიყიდე და თებერვალში ვიყიდე და არ ვიცი რა რიცხვი იყო. ვერ გეტყვი. სახლისთვის ხო? სახლისთვის ვიყიდე, ისე მეტყევიდან ვიყიდე. დიახ. მეტყევიდან ვიყიდე და მოვიდა სახლში რო ვცლიდი და დაგვაჯარიმა. რამდენით? 500 ლარი. და ეხლა არ გადაიხადეთ ის ჯარიმა? არ გადამიხდია. და ეხლა მაგაზე გული არა მაგას საიდან გადავიხადე. სოციალურად დაუცველი იყავით. კი. ეხლა მაგაზე მიდის დავა პოლიციაში? ო, მაგაზე მიდის დავა. თქვენი შვილიც იქ არის დაკითხვაზე? კი, ემტუჩიც იქ არის, ემტუჩი. სასჯელი რამე გითხრეს? კი, 5000 ლარიდანაო 5 წელი იძულე ისაო, პირობითიო. აი ისაო, რა ქვია, რა სიძახიან კაცო, საპროცესო. ვინ გითხრათ ეს? თვითონ გამომძიებელი იმან მითხრა, რა ქვია, არის მოადგილე. ისე ლაპარაკობენ ეგერო დაიჭირე. იარო თქვამთ რომ ოპოზიციაში ჩამოშორდი და რაღაცა ეგეთი? კი, გუშინ მითხრა, შენო ვიგინდა შესვლაო? ვინ გითხრათ? ვინ გამომძიებელმა? რა გითხრათ? შენო ვიგინდა შესვლაო, იქიდან მოვდიოდი შენიდან. ქართული ოცნებიდან მოვდიოდი. მოვდიოდა გზაში შემხვდა ესა და შენო რა იგინდა შეხვიდეოდა. შევედი მეთქი უთხარი. შევედი და იქ ავარ მეთქი უთხარი. მე არაფერი და დღეს კიდე დარეკა და კიდე დაიბარა ლევანი. ჩემი შვილი დაიბარა კიდე. დაკითხვაზე. დაკითხვაზე. და გუშინ რა მოხდა სახლში ვინ მოგაკითხათ თქვენ? გუშინ მამა გითხრა რაზე მუშაობს ეს გოგო? თიანეთის გამგეობის თანამშრომელია, ხო? აპარატის უფროსი. გოგო მითხრა რომ შეიძლება ხმა მომეწია თუ რამე პრობლემები გაქვს ყველაფერს გავაკეთებო. მაგალითად რა პრობლემას მოგიგوارებთო? აი დახმარების პრობლემასაც მოგიგوارებო და ასმენთიან იმასაც მოგცემო. და ყველა სხვა დანარჩენ პრობლემას მოვაგვარებო? კი, მოვაგვარებო. მარტო იყო თუ თან ვინ მიახლდა? მეუღლე ახლა. ვინ არის ის მეუღლე? უჩა გონჯილაშვილი. და რა უთხარით თქვენ? მე არ მინდა მეთქი, არც არაფერი დახმარება მინდა მეთქი და არც არაფერი. და იმის შემდეგ უკვე დღეს კიდევ დაგიბარეს პოლიციაში. კი. რამდენი ხანი იყავით პოლიციაში? დილას აქეთ თუ? ხო, დილას აქეთ, აქ. დაკითხვაზე. დაკითხვაზე. მე და ჩემი შვილი.